საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სომხეთს ეწევა. მას ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერები სომხეთს საქართველოს მთავრობათა შორის საბჭოს მე-14 ხდომას უხელმძღვანელებენ, რომელშიც ქართული დელეგაციიდან ეკონომიკის, საგარეო, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერის ვიზიტამდე ერევანში იმყოფება დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ვიზიტი კოლეგა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილმა და არარატ მირზოიანმა განცხადებები გააკეთეს მედიისთვისაც, რა საკითხები განიხილეს მხარებმა დახურულ კარს მიღმა, ამას ანა ბროლაძე გვეტყვის, რომელიც ერევნიდან შემოგვიერთდება. სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე 1 წელია სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოებში არის მოქცეული და ბუნებრივია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ორ მეზობელს შორის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი და მოიცავს სავაჭრო ეკონომიკურ მიმართულებებს, ისევე როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობას და ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ბუნებრივია, დღეს მაკა ბოჭორიშვილისგან ასევე შეხვედრის დასრულების შემდგომ მოვისმინეთ, რომ მინისტრებს გვერდი არ აულიათ რეგიონულ საკითხებზე საუბრისთვისაც, ვინაიდან ორივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში გამოწვევები, ოკუპაცია, რუსეთის მოქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და დღეს ასევე მაკა ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მოახერხებენ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. მასპინძელი ქვეყნის მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვისაც საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენება. ამ თანამშრომლობას აქვს პერსპექტივა, მათ შორის ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების კუთხითაც, იმის გათვალისწინებითაც, რომ ოფიციალური ერევანი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა და ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდება. 2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი ჩვენი ურთიერთობებისთვის სომხეთს და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და ეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის და სხვა სფეროებშიც ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა მიმართულებით, სადაც გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. დღეს ქალბატონ მინისტრთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში გვქონდა და განსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება. ეს არის ნამდვილი ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტებზე და არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთს, საქართველოს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის, ტრანზიტის მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, განვიხილეთ ის პროცესები, რაც უკავშირდება ჩვენი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა, გულწრფელად აქვს სურვილი ამის და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ კი რამე შეუძლია საქართველოს წვლილი შეიტანოს სწორედ ამის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა და ვიმედოვნებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციიდან და იმ ძიმე შედეგებზე არ თქვათ, რაც მომდინარეობს სწორედ აქედან, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და მძიმე სოციალურ ვითარებაში და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს რჩება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გამოწვევად. დეტალურად ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე, ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის.
დღეს მინისტრებმა ასევე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა იმ დაგეგმილ სამთავრობოთა შორის ეკონომიკური საბჭოს ხდომაზე, რომელიც უკვე დღის მეორე ნახევარში გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, ვინაიდან ირაკლი კობახიძე ქვეყნის მთავრობის მეთაური სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ესტუმრება სომხეთის დედაქალაქს და მე-14-ეს ხდომაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად დახურულ კარს მიღმა სამუშაო ფორმატში შედგება დისკუსია, რა პოტენციალი აქვს ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებითაც და უკვე მოვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებს ქვეყნების პრემიერების დონეზე. მე-14 სამუშაო შეხვედრა შედგება მხარეებს შორის, რომლის მასპინძელი ამჯერად იქნება ერევანი. ეს სხდომები ტარდება პერიოდულად, ყოველწლიურად თითოეული ქვეყნის მასპინძლობით. გასულ წელს თბილისი იყო ამ შეხვედრის ორგანიზატორი, ახლა უკვე ერევანი და დღის მეორე ნახევარში მოვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებსაც მხარეების მხრიდან, როდესაც უკვე სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი კობახიძე მედიისთვის გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს. ეს ანა ბროლაძე იყო.